სალამი, დღეურას წონის მატების დღეს არის საბოლოო დღე წონის მატების, ასე რომ ვთქვათ, 100 კილო ჯირობით ვერ გავხდი, იმიტომ რომ წონის კილო ამიწევს, რადგან ზედმეტი ცხიმი დავაგრო, ასე რომ ვთქვათ, რა. და რამდენიმე თვეში ისევ გავაგრძელებ წონის მატებას. გუშინ იმიტომ არ გადამეღია ვიდეო, რომ სკოლაში ვიყავდეთ, რო არ დამჭა. და გვიან ვიღვიძებ ხოლმე, ახლა დღესაც და გვიან გავიღვიძე 12 საათისგან, ასე რომ ვთქვათ. სიჟეიმის გამოსწორებას ვცდილობ ცოტათი, მაგრამ მაინც მერყვა მე ბოლოში. და ხო, მეტი რა უნდა ვთქვა რა ახლა. დღეს უნდა გავაკეთოთ ზურგი, ვაუჯიჟოთ ზურგი და მე ხვალ დამწყობ უკვე წონის კლებას, ასე რომ ვთქვათ. და მომწევს ცოტა დიეტაზე დადგომა. და ჯანკ-ფუდებს უნდა გამომშვიდობო. ნუ ვფიქრობდი გადამეყო ამჯერად როგორ გამოვიყურები, მაგრამ დიდი არაფრად გამოვიყურები, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩემი ბოდიფეთი ფარავს ყველაფერს, მაგრამ არ აუშვებს რა. მაინც გადავიღებ ცოტა ხანში. ნუ ხო ახლა გაჩვენეთ როგორ გამოვიყურები. უბრალოდ პამპი არ მაქვს და არც კაი განათება არ ამა. არ აუშვებს როგორც ვარ ეგრე ვიყო რა. საშინელ ფორმაში გამოვიყურები, განათებაც საშინელია. პლუს კიდე პამპი წარმაგ არაფერი არ მაქვს. გუშინ კიდე ნახშირის წყლები ბევრი არ მიმიღია, ამიტომაც დღეს ჩემი კუნთები დაჩუტულივით იყო რა, გლიკოგენი რომ, ანუ გლიკოგენიც ასე რო არ იყო მაგის გამო. მაგრამ მე არაფერი რამდენიმე თვეში, ანუ კატინგის დროს კარგად გამოვშრები. ანუ ხვალ და ხო ვიწყობ კატინგს და რამდენიმე თვეში კარგ ფორმაში ვიქნებ წესით. იმედია. ნუ 200 დღიანი ბალკინგი იყო ჩათვალეთ რა და ნუ ნორმალური შედეგი ჰქონდა რა, ახლა ვიდეოში არ ჩანს, თუმცა ბევრი დიდი ძალა მოვიმატე ხოლმე ამ ბალკინგის მეშვეობით, ხელებიც კარგად გამეზარდა. ნუ ყველა კუნთის მასა ძალიან კარგად გავზარდე. ნუ ჯერ ცოტა ხანია დავდივარ ჯიმში, მე მგონი მე-9 თვე დაიწყო ახლა რა. და 9 თვისთვის რავი, ასე რომ ვთქვათ, ნორმალური შედეგია ასე ვფიქრობ რა. როგორც იქნა მოვიდი ახლა სკოლიდან სახლში. 19 საათია, 40 წუთი მინდება ხოლმე საერთოდ ტრანსპორტ მგზავრება რა, ცოტა შორს ვწყურობ სკოლიდან და ცოტა კი რა, მაგარი შორს ვწყურობ. ხო და მთელი დღე მაგრამ შევიდა, იმიტომ რომ თეათ არ მჭამი არაფერი, დასვლის დროს ვერ მოვასტარე. ახლა შევჭამ. გადავედებდა პურს, მერე ფანკეიკებს და მორჩა. კატინგი დაიწყო ასე თუ ისე. ნუ ხვალ გამიწყებ მეთქი, მაგრამ დღეს ცოტათი შევაპარებ ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება ჯიმში წასვლას, ჯიმში წავალ რამდენიმე საათში. ამახოლა. ჯიმში წავალ რამდენიმე საათში და დღეს უნდა ვავაჯიშო ზურგი. და მე ხვალაც მომწევს დასვენების დღეები უკვე აღარ მექნება. ნუ ჩემი დასვენება იქნება პრესის ვარჯიში და ისა, ბილიკზე სიარული. რამდენიმე საათი და ალბათ 9 საათიდან 1 საათით. Без тебя
возвращайся, я не могу дышать, я не могу уснуть, я не могу без тебя, я не могу дышать. მოკლედ მოვიდი ახლა სახლში, მაგარი დაღლილი ვარ, მეძინება. ნუ საჭმელი ნაჭამი მაქვს. მეტი არაფერი არ უნდა ვჭამო. ყველგან იწყება კათინგი. მედია კარგად დავიკრებ ზონას. და ნახოთ აბა რამდენიმე თვეში რამდენად გამოვშრები რა. მე მაქსიმალურად შევეცდები. ნუ ხო, შევხვდებით ყველა და ზეგ. ნახვამდის.